ვიცი, დემენცია მქონე ადამიანთან შეხება, თანაცხოვრება, რთულესი არის, მიღება, ძალიან რთულია, როდესაც არ მიგიხია საკუთარი თავიც კი. სხვისი მიღება ამ დროს შეუძლებელიც კი ხდება. იმიტომ რომ სხვა ადამიანში რაც გახიზიანებს, რასაც ვერ იღებ, ეს შენი თავის შემადგენელი ნაწილებია. მას ხედავ, გაღიზიანებს და არ იცი როგორ გაექცე მას. მაშინ ცხოველური ინსტინქტები იღვიძებს, აგრესია, ან გაქცევა, ან საერთოდ გაშეშება, ან მორჩილება. რომელს აირჩევ შენ? შენზე არის დამოკიდებული. თუ ისევ მსხვერპლის პოზიციაში გინდა ყოფნა, სხვაზე ყველაფრის გადაბრალება, შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის არ აღება, კი ბატონო, ეს შენი გზაა, ასე გააგრძელე. მაგრამ თუ აგრესიაში გინდა ყოფნა, ტკივილის დამალვა, წუხილის დამალვა, სიყვარულობის დამალვა და შურის ძიება, ესეც შენი არჩევანი არის. ეს ცხოველური ინსტინქტია, ასე გააგრძელე. შენ ცხოვრება შენ ხელშია. როგორ ადამიანად ყოფნას ერჩევ? შენზე არის დამოკიდებული. და თუ განთავისუფლება გინდა, თუ შემოქმედად ყოფნა გინდა, ესეც შენი არჩევანია და გზა უპირობო სიყვარული გახლავთ. აი ამ სხეულს, ჩვენ სხეულს, რომელსაც აქვს დამახსოვრებული წარსულის ტკივილი, ვერ გაზრდილი ბავშვი, ასე რომ ვთქვათ. ანუ ის ემოციები, უპირობო სიყვარულად ვერ გარდაქმნილი, ვერ გახსნილი გული, ვერ გარდაქმნილი ემოციები ნეგატივი პოზიტივად. ყველაფერი წარსულის ტკივილი, რაც კი სხეულს დამახსოვრებული აქვს. ამ ენერგიის არ გაშვებით, ნიშნავს, რომ ცხოვრობთ ისევ წარსულში. ანუ სხეული გვაცხდა, როგორც დედაჩემი, სხეული გვაცხოვრებს ისევ წარსულში. სხეულიდან თუ არ გავიდა ეს ემოცია, გული ვერ გაიხსნება და გული, ზუსტად გული ხდება, საოცარი ძალა აქვს გულს. ამით არა, ამით ხდება სასწაულების მოხდენა. მაგრამ აი ამან უნდა დააჯეროს გული, სხეული, რომ უსაფრთხოდ არის. მშვენვა პასუხისმგებელია სხეულზე. სული პასუხისმგებელია ჩვენ გონზე. ის მესიჯებს აგზავნის. თუ ძალიან ტკივილში ვართ, მესიჯებს ვერ ვკითხულობთ. სული კიდე ყველანაირად ცდილობს, რომ გააერთიანოს სხეული, მშვენვა, გული, გონება მასთან, სულთან, ყველაფერი ერთლიანობაში იყოს, რომ სასწაულმოქმედი გახდეს, რომ სასწაულები მოახდინოს. გზა უპირობო სიყვარულშია. მიეცით ყველას უფლება იყოს ისეთი, როგორადაც აიჩია ყოფნა. ხო ვერ თავისუფლდება ტკივილისგან, მერე რა, არ უნდა, მერე რა, სუსტია, არ ძლიერდება, მერე რა, ხო არ იცის. ჯერ არ იცის და დააცადეთ, რომ მომწიფდეს და მიხვდეს თავად. ჭეშმარიტება რაშია? თუ ვერ მიხვდა, მერე რა კიდე მოვა, კიდე გაივლის. როდესღაც ხო მიხვდება. მიეცით ყველას უფლება იყოს ისეთი, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორადაც აირჩია ყოფნა. თქვენ მიეცით თქვენ თავს იმის უფლება აირჩიოს სხვა გზა. ირგვლივ გტკენენ, ისე იგი საუკეთესო მასწავლებლები გყავთ, რომლებიც გასწავლიან, როგორად არ გინდათ ყოფნა და თუ იცით, როგორი არ გინდათ, რომ იყოთ, დემენციას უყურებთ, ხო იცით რა დაავადება აღარ გინდათ რომ გქონდეთ, როგორად არ გინდათ რომ იყოთ, როგორი არ გინდათ რომ იყოთ, მაშინ აირჩიეთ სხვა გზა, პატიების, გამთლიანების, განთავისუფლების, უპირობო სიყვარულის გზა. აირჩიეთ. გამოასწორეთ მშობლების შეცდომები. იმას კი
იმის ძახილს კი უნდა დაიწყებთ, რომ აი დედა მატკინა, მამა მატკინა, იმა გავიგე, გაგვიზიარეთ ეს, ოღონდ ტკივილი კი არა. გვასწავლეთ, როგორ გადალახეთ, როგორ აქციეთ ტკივილი უპირობო სიყვარულად. არავის არ აინტერესებს დაცემა. დაცემით ყველა ვეცემით, მაგრამ გზები არ ვიცით ხოლმე წამოდგომეს, აი ეს გვასწავლეთ, როგორ წამოდექით, გაგვიზიარეთ, დაგვანახეთ სხვა გზა, დაგვანახეთ გამთლიანების გზა, რწმენის გზა, დაგვანახეთ მაგია თქვენში, რომ გავაღვიძოთ მაგია ჩვენში, გვასწავლეთ უპირობო სიყვარულის გზა. ახლა ერთად ყოფნის დრო არის. ახლა წარსულის გაშვების დრო არის. ახლა გულის გახსნის დრო არის. ახლა გონებამ უნდა უკარნახოს გულს, რომ ის დაცული არის. სხეულმა, ბავშვმა უნდა გაუშვას ეს ტკივილი, გარდაქმნას, უпростоრად ასწავლოს, გააზარდოს, გახადოს უპირობო სიყვარული. ჩიტი მოვიდა. მადლობა. ტრედი მოფრინდა ამ წამს. გააღვიძეთ ის ცოდნა, რაც თქვენი არის. აქ წაშლილი მეხსიერებით მოვდივართ. ეს არის ჭეშმარიტება, რომ მივხვდეთ, რომ გავიხსენოთ, ვინ ვართ. აბა, ახლა ყველაფერი რო ვიცოდეთ თავიდანვე, მაშინ თამაშს აზრი ეკარგება. ჯერ უნდა გეტკინოს. ჯერ უნდა მწუხარებაში იყო, რომ მიხვდე რა არის რეალური სიხარული. შენი თავი რო იპოვო, მარტოობაში უნდა იყო. ირგვლივ თუ ბევრი ხმა არის, იკარგება შენი საკუთარი ხმა. ჰაოსი უნდა გამოიარო, რომ რეალური სიმშვიდე ისწავლო. დემენცია ქაოსია. ღმერთო, რო იცოდე, რას საოცარი მასწავლებელი გყავს, რო იცოდე, რას გასწავლის, მადლიერებით აღივსებოდი, კი არ მიატოვებდი, კი არ გათიშავდი წამლებით, არამედ მადლიერი რას უკეთებ შენ საუკეთესო მასწავლებელს. როგორ ვერ ღებულობ მესმის, იმიტომ რომ ვერ ღებულობ შენ თავს. გინდა რომ წამლები მისცე გააჩუმო, გინდა რომ ჩააბარო, ოღონდ კი განთავისო. ეს ყველაფერი ცხოველური ინსტინქტია. გაურბი ხარ, იმიტომ რომ გაურბი ხარ შენ თავს, იმიტომ რომ ის რომ მიიღო, ის რომ იმას რომ მისცე უფლება იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს, ნიშნავს რომ შენი თავის ცვლილება მოგიწევს. ცვლილება კი დისკომფორტულია. როგორ აღმოაჩენ? ჩვენ კომფორტი მატერიალური კეთილდღეობა გონია. კომფორტი არის ზრდა. უპირობო სიყვარული არის. დისკომფორტში, ქაოსში რომ ეროს აღმოაჩენ. ქაოსში რომ სიმშვიდეს აღმოაჩენ შენ თავში რომ გამთლიანდები და მშვიდად იქნები, აღარაფერი აღარ შეგეხება. ეს არის ჭეშმარიტი გზა, ეს არის ის მაგია, რაც შენია, ეს არის, რასაც გასწავლის ტკივილი. ტკივილი უპირობო სიყვარულის საუკეთესო მასწავლებელია. ასე რომ გადაუხადე, მადლიერი იყავი თქვენი მასწავლებლების და მასწავლებლებიც შეიცვლებიან სხვადასხვა ეტაპზე. სხვადასხვა მასწავლებელი ყავს. ხედავთ, მიყვარხართ. ჯერ ყველაფერი გამოგივათ. უპირობოდ მიყვარხართ მე თქვენ. საუკეთესო